ქაშვი, როგორ არ ვიყავი ქაშვი და პარაკლისზე ვიყავი ქაშვეთში. გარეთ იყავი? ქაშვეთში ვიყავი პარაკლისზე. ქაშვეთზე ვიყავი, მაგრამ მე ყოველდღე ვიხდი პარაკლისს და ღამისევის ატარებს წერს რომ დაძაბულობა და ხალხი ერთმანეთი არ დახოს მაგის გამო. ყოველდღე ვლოცულობ, ყოველ ღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ ვძინებია. ჩემი ქვეყანა ჩემი ერისთვის. ეს არის მე რომ დაჭიდება დღელი მე ისევე ჩვენ გვეძახია. რო კარ დაესრულება შვილი ვინ უნდა მივიდეს სამხალხთან. გაგვანადგურეთ, მას შეგვიხო კომუნისტების დროს. განადგურებდით დღლებს და იმას. აბა რა მოდიღლე, მიყვირი ხართ აქ ეკლესიაში. რატო გვიყვირი ვართ? სად არის ეგრესია? ეგრესია იქა სადაც ეგრესია. ხალხი გვიყვირის აქიდან. და ეს ხალხი მოსულ ეკლესიის დინებაში. რატო გვიყვირი ვართ ეკლესიაში? რატო გვიყვირი ვართ ეკლესიაში? როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა ეკლესია შეიძლება ესე მოექცეთ? პატრიარქის რო აგინებდნენ, აი, პატრიარქს რო აგინებდნენ, მაშინ ტელევიზიიდან არ აგინებდი პატრიარქს არ აგინებდი? არ აგინებდი პატრიარქს, აკითხები. არ არის ესე რა ეკლესია გაახსნათ ეგ. რატო წავედი ამ ტელევიზიებიდან არ აგინებდი? რატო აქ რასაც აკეთებ ჩვენზე? არ არის ესე რა. არ არის ესე გაუთხდეთ ქვეყანა. დაუთხდეთ. თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე? თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე? არა თქვენი პატრიარქი. გეკითხებით, არა თქვენი პატრიარქი ილია მეორე? არ არის შენი პატრიარქი ილია მეორე? ჩვენ ტელევიზიის პატრიარქი. არ არის. არა ხარ. შენ ეკლესიას მოხვედით, აგინებ და თქვენ ჩვენ ძალადობ კიდე. შეწადით ახლა. მოხვედით თქვენი ლანცკებულებში ხოლმე ჩვენ თქვენ თან. ჩემი შვილები და ეს 24 წელი ქუჩაში დგავა რა ქვია? ბავშვები მოდიან. ბავშვები მოდიან, რომლებიც წირიან სკოლაში რო. მე არ ვძალადო. სკოლაში რო ერთმანეთს გადაკიდეთ ბავშვები. აქ მოდიან კირილით. სკოლაში გადაწყვიტეთ. იმიტომ რომ უნამუშოდ იქცევით ყველა. ბავშვები ვინც გადაკიდეთ ჩვენთან მოდიან. აქ წირიან ბავშვები. არ ვიჩქიმებით. ხელში ამოყვეთ.